ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამშვიდობისა, ეს არის ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება, ასე რომ გვისმინეთ ყურადღებით. Секунди, а это საბეჭდება თქვენ просто ერთობით რა. აი ეგეთი ის არის საბეჭდება. კაი გაგებით გეუბნები. დააფიქსეთ ერთი რიცხვი და ერთი რიცხვი იყოს, იმიტომ რომ ესენი უკვე თემის. იმ თემის დაკვრის დროს ვედის ლაწალუცე. ერთი რიცხვი დააფიქსირეთ, აი ეს ერთი კრიებნი. А может это будет выигрывать это немного, но тоже немного, не надо вот такое. Маленькая როგორ ახარს? იქიდან გამომდინარე რომ ავიჩაერთო უკვე ამ პროექტში, მანამდე DJ-სთან უკვე იყო ეს გავლილი, ახლა ავის შემოაქვს თავისი ელემენტები რაღაცა მუსიკაში და აქედან გამომდინარე, აი ეს რეპეტიციები ზუსტად მაგის გამოტარდება აქ, რომ ავის შეეწყოს იმ ჯგუფს, რომელთანაც მოუწევს 18-ში მუშაობა. მართალი გითხრათ, ცოცხალ მუსიკასთან ერთად არის კომპიუტერის შენაერთებით, პირველად გამომივიდა ისიც საქართველოში და ძალიან საინტერესოა. და რა ვიცი, იმედია რომ ხალხსაც მოეწონება ძალიან. სამოდელო სააგენტო AMSA-ს ოფისში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელიც ამავე სააგენტოს მოდელებს დაშა ფირსანოვას და თიკა სიხარულიძის წარმატებებს მიეძღვნა. დღევანდელი პრეს-კონფერენცია ჩვენ გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაგაცნოთ მოდელი, რომელიც ჩვენი სააგენტოდან წავიდა პარიზში. ეს არის დაშა ფირსანოვა და თიკა სიხარულიძე. რომელთაც მათ შეუძლიათ იმოგზაურონ იმ სააგენტოში და იმ ქვეყნებში, რომელთანაც ფორცაა ურთიერთობა. ბავშვებთან პარიზში მუშაობა უცხო სააგენტოში და აი მათ გაუცურდათ იმედები თუ პირიქით რაღაც შეცდომა. ყველანაირად ვზარდავთ ჩვენ. ყველა ქვეყნებიდან არიან მოდელები. კონკურენცია ძალიან დიდია, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი მოდელები არიან, მაგრამ არანაირი სირთულე ჩვენ არ გადავახანია თავს. Вместе видите этих лиц. А только это, что вас привлекает? Нет, сама профессия и работа очень хорошая. Შეიძლება უნდა გიყვარდეს შენი სახელმწიფოში. ძალიან ბევრთან გქონდა შეხება. აქ ჩამოვთვალოთ. ხოლმე ვერ მოვჩენ. ახლა ხმამაღალი ნათქვამი არ მინდა ესე გამოვიდეს, მაგრამ პირველი ქართველი მოდელები არიან, რომლებმაც პარიზში რაღაცა ეტაპს მიაღწიეს, რომ წარმატებისკენ რაღაცა დაიწყო. და საკმაოდ წარმატებულად იმუშავეს. მაღალი მოდის კვირეულზე გამოვიდნენ, დაშამ იმუშავა სონია რიკელთან, ერთ-ერთ ცნობილ დიზაინერთან, ეს უკვე ძალიან კარგია, რომ მან აირჩია, იმიტომ რომ უცნობ მოდელებს ცნობილი დიზაინერები დასაწყისშივე არ ირჩევენ. საკმაოდ ბევრი გადაღებები ჰქონდათ და უბრალოდ გაეცნენ იმ სამყაროს, რომელსაც ქვია моდის бизнеси. Я думаю, что здесь вообще нету моды. Совершенно нет. А там Париж это центр моды. Там все на очень высоком уровне. კეთი ფარისაშვილი სანო სტუდიაში თავის პირველ ალბომზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში გამოვა. უფრო დაწვრილებით კეთისგან შევიტყობთ. ეხლა ჩავწერთ კომპოზიციების სერიას, კეთი წერს ფარისაშვილი და ჩვენ უკეთებთ თანხლებას აკომპანიმენტს. ჩავწერეთ ერთი ნაწარმოები, რომელსაც ქვია Don't Go.
ტანია მარიას ნაწარმოებია. კიდევ ვაპირებთ რამდენიმე სამბის ჩაწერას. მუშაობის პროცესში ვართ, ძალიან საინტერესო პროცესი არის, როგორც ყოველთვის და ძალიან გვიხარია ყველას. პირველად წერა ალბომს იქნება, ხა ზუსტად არ ვიცი, რამდენი სიმღერა იქნება. იქნება ბევრი სიურპრიზი, რაც ძველი ნაწარმოებებიდან და რაღაც ახალი სპეციალური ამ ალბომისთვისაც იქნება სურპრიზად გაკეთებული. ეს იქნება ჯერთი დუეტი. მოდი სურპრიზი დარჩეს. ერთი ჩავწერეთ და კლიპიც გადაიღეს უკვე. ეხლა შემდეგ ნაწარმოებზე მუშაობთ, უკვე დღეს ვიწყებთ მეორე კომპოზიციას და ეხლა ეს ერთი თვე ვიქნებით დაკავებული ამ ალბომის ჩაწერით. ნოვოროსისკში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა მარსკოი უზილ, სადაც მონაწილეობას იღებდა ქართველი მომღერალი ქეთი მერკვილაძე. იგი საქართველოში ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი პრიზით დაბრუნდა. Светлана говорит, песня будет на грузинском языке, но я сама скажу, о чем текст, о чем песня. Она о любви, тебе этого не понять. ფესტივალის დამაარსებელი არის ტელეკომპანია Nova RSA. ეს ფესტივალი მეორედ ჩატარდა და მიიღებს ყოველწლიურ სახეს. იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები გერმანიიდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან. გადმომცეს პრიზი, როგორც ეს არის სპეციალური პრიზი დაწესებული, რომელიც ყოველ წელს გადაეცემა მონაწილეს, როგორც მომხიბვლელი და მიმზიდველი მომღერალი, მე ავიღეს პრიზი და ასევე მიმიწვეს მომავალ წელს ისევ ამ ფესტივალზე და სხვა ფესტივალზე, კიდევ ხა არ ვიტყვი, რომელ ფესტივალზე მიმიწვეს გამგზავრების შემოდგომით. Кети Мерквиладзе, Грузия, разумеется, это не вызывало никаких сомнений с самого первого дня фестивального. Аплодисменты, дорогие друзья, вы поддерживаете мнение нашего жюри. В синем небе фестиваля зажигается звезда. Плывет фестиваль, как корабль по волнам. სახალხო დღესასწაულია, როგორც ჩვენ თბილისობას ზეიმობთ, ისე ზეიმობენ ისინი ამ დღეს. გრანდიოზული დღესასწაულია. Распускаются цветы, солнце южное с улыбкой дарит нам свои лучи. Звонкой песней фестиваля голос юности звучит. შეიძლება გავემგზავრო რუსეთში, მაგრამ ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ წინასწარ რაზეც საუბრობ, მე რაღაც შეიძლება რაღაც არ გამოვიდეს ან ამიტომ ჯობია ჯერ გააკეთო საქმე და მერე ილაპარაკო იმის შესახებ. აჭარა მიუზიკლში რაშენ ფართი მოეწყო, სადაც ქართველმა შემსრულებლებმა რუსული რეპერტუარი წარმოადგინეს. ეს საღამო კი რადიო ევროპა პლუსმა მოაწყო, რომელმაც პრემია ოქროს ნოტი დააწესა რუსული სიმღერების შესრულებაში ქართველი მომღერლებისთვის. ახლა კი სიუჟეტი ვნახოთ. Добрый вечер. Добрый вечер. Добрый вечер, дорогие гости. Мне хочется отметить то, что премия «Золотая нота» будет присуждаться ежегодно талантливым и незаурядным личностям в различных областях искусства. Европа Плюсმა ნომინირებები გაუკეთა იმ ქართველი შემსრულებლების რუსულ სიმღერებს, ვინც ასრულებს ხო რუსულ სიმღერებს და ამ ნომინაციაში ჩემი ჟილანაე და მულატკა იღებს მონაწილეობას და მეც ვიმღერებ. მე როგორც ვიცი, იღებს
მონაწილეობას 10 მომღერალი, ვისი სიმღერებიც რუსულ ენაზე შესრულებული სიმღერებით ძალიან აქტიურად ტრიალებს ევროპა პლუსის ეთერში და დღეს შევასრულებ 2 სიმღერას, ერთი იქნება ახალი სიმღერა, რომელიც ეკუთვნის ავტობადუაშვილს, ტექსტი სტეფანესი, „Кто поймет“ და ცნობილი ჰიტი რუსა მორჩილაძის „Самба“, ნინო ლეჟავას ტექსტი. თუ დათმება ურთიერთობები ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ აქ მნიშვნელობა არ აქვს რუსეთი იქნება ეს თუ გერმანია თუ ამერიკა, პრინციპში ადამიანებს უნდა ქონდეს ნორმალური ურთიერთობა. ეს პოლიტიკა არ არის და ამდენად ჩვენ გვიხარი როცა ესეთი ურთიერთობები მყარდება ყოველთვის. ევროპა პლუსი ატარებს პრემია ოქროს ნოტის დაჯილდოვებას. ძირითადი აქცენტი არის რუსულ რეპერტუარზე და ჩვენ რადიოში ჩატარდა გამოკვლევა მსმენელებმა აირჩიეს ეს მომღერლები. იქნება კონცერტი და იქნება დაჯილდოვება პრემიის, რომელსაც ვაპირებთ რომ მივცეთ სისტემატიური ხასიათი, რომ ყოველწლიურად რო ჩატარდეს. Мы разрешили Кахе Василия, президенту Национальной ассоциации карате до Тбилиси, вручить готов участия черный пояс. Каха Василия. Примите на здоровье. Мне такого, да и чистого. Мне неприятно все равно. Хорошо, точно знаю, часто станет сколько. Хочешь жить немного, то продлится ненадолго, если еще полюбим, пожалуйста. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.